მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა. მე ნანა რობაქიძე ვარ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ ქუთაისის დელეგატის საქართველოს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზაზა მოგზაურობისთვის. დღეს პოლიტიკას არ ვეხებით შეგნებულად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასაუბრო გვაქვს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ, რა სერვისები ამოქმედ და 2025 წელს, მინ თუ არა თქვენ რომ არ გითხრათ ეს ყველაფერი. მოგესალმებით ხალბატონო, დიდი მადლობა თქვენს გადაცემაში მოწვევისათვის. მადლობა, დიდი ხანი არ ყოფილა თქვენი სტუმარი და მადლობა რომ მოგეცეთ ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემაა. მესმის აქტიურობა ჩვენი მოსახლეობის, მუდმივად უყურებენ თქვენს გადაცემას, არაერთხელ მსმენია ეს. დიდი პოპულარობით სარგებლობს და მადლობა რომ ეს თემები წამოწიეთ, იმიტომ რომ სოციალური საკითხები და ჯანმრთელობა ეს არის უმთავრესი თემა, რომელიც აწუხებს ნებისმიერ საზოგადოებას და მით უმეტეს ჩვენი საქართველოს მოქალაქეებს. იცით რომ 2025 წლის ბიუჯეტი პრაქტიკულად 30 მილიარდ ლარს ცდება და აქედან 8 მილიარდზე მეტი არის მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, მას შორის მიგრანტთა, ეკომიგრანტთა, დევნილების ბიუჯეტი და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მათ შორის ქუთაისში, იცით, რომ შარვაშიძის ქუჩაზე, იგივე ნიკიას ქუჩაზე 3 საცხოვრებელი სახლი პრაქტიკულად რამოდენიმე თვეში ალბათ აღდგომამდე უკვე დაბინავდებიან ჩვენი დევნილი მოსახლეობა. ძალიან მნიშვნელოვანია. ხანგრძლივი პროცესი სრულდება ფაქტობრივად. დიახ, აქ გადაწყვეტილება იყო მნიშვნელოვანი, მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის ჩართულობა იყო, იმიტომ რომ იცით, რომ ჩვენ კიდევ 2023 წლის 1 იანვარს ჩავკეტეთ პრაქტიკულად, რომ ეს უსაზღვრო ზრდა ამ დევნილთა რაოდენობით, რომ ყველა იღებს ბინას, რა თქმა უნდა, და ყველა მიიღებს ამ ბინას ის, რაც არის ქვეყნის დაპირება და მხოლოდ აი ამ 13 წელიწადში იცით, რომ დევნილთა მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ბინები გადაეცათ. ასევე აღსანიშნავია, რომ საპენსიო ზრდა, რაც მოხდა, ისე სოციალურად დაუცველებისთვის დახმარებები, იცით, რომ ბავშვებისთვის 50 ლარიანი სოციალური დახმარება 200 ლარამდე გაიზარდა და თითო სოციალურად დაუცველ ოჯახს თითო ბავშვს 200 ლარიანი დახმარება ეძლევა. იცით, რომ საპენსიო ზრდა, რომელიც პარლამენტმა მთავრობასთან ერთად შეიმუშავა სპეციალური ცხრილი, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთან და ინფლაციასთან ერთად სპეციალური ცხრილით ხდება აუცილებლად საპენსიო ზრდა მინიმალური 20 ლარით და ნუ მაქსიმუმი განსაზღვრული არ არის და დღეს იცით რომ აი ეხლა თქვენს გადაცემაში რომ მოვდიოდი შეხვდა 2 ჩვენი მოქალაქე რომელმაც აი 70 წელს გადასილებული პენსიონერები 450 ლარს იღებენ პენსიას. რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი, თუმცა ჩვენ არ ვართ შორს იმაზრიდან რომ საპენსიო ზრდა უნდა მოხდეს, მაგრამ არა ისე როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ რომ გაორმაგდეს, გასამაგდეს. ამას რა თქმა უნდა დაახლოებით მხოლოდ გაორმაგებას ჭირდება თითქმის 10 მილიარდი ლარი. დაანონსებულიც იყო რომ ეს მოხდება ეტაპობრივად და ვერ მოხდება ერთიანად და თქვენ არ დაანონსეთ წინასწარ, იმიტომ რომ ამბობდით მოსახლეობას ვერ შევიყვანთ შეცდომაში. დიახ, არ შევიყვანთ შეცდომაში, იმიტომ რომ იცით რომ დაგროვებითი პენსია უკვე მე-6 წელი დაწყებული ქვეყანაში, სადაც თითოეული დასაქმებული ადამიანი იხდის 2%, დამსაქმებელი კიდევ 2% და სახელმწიფო 2%, ანუ თითოეულ დასაქმებულ ადამიანს თავის დაგროვებით პენსიაზე 6% ერიცხება მის ყოველთვიურ ანაზღაურებიდან. ეს მნიშვნელოვანია და იცით რომ ამ ფონდმა, საპენსიო დაგროვებითმა ფონდმა უკვე 5 მილიარდ 2 ლარი არის დაგროვებული. ძალიან მნიშვნელოვანი, ამ 5.2 მილიარდი ლარიდან 1.3 მილიონი არის ნამატი. არა ის გადახდილი, არამედ ეს ფული თავსდება სპეციალურ ფონდებში, სხვადასხვა ფონდებში და აი ამ ჩვენი თანხის განთავსებამ, აი ამ სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ფონდებში, დაწესებულებებში თუ ბირჟებზე უკვე 1.3 მილიარდი ლარი მოიტანა. ესე იგი ის სკეპტიციზმი, რომელიც არსებობდა დაგროვებული პენსიის მიმართ, უგულებელყოფილია, ბატონო ზაზა. დიახ, რა თქმა უნდა, უგულებელყოფილია და ეხლა სულ ახალი ბორდი ჩამოვაყალიბეთ, არჩევნები ქონდა, რომელსაც ბატონი ლევან დავითაშვილი უძღვებოდა
ჯანდაცვის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, 2 პარლამენტარი ვიყავით და 2 პროფესორი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესწრებოდა გასაუბრებას და მინდა გითხრათ, რომ 8 ვაკანტურ ადგილზე აი ამ ბორდის შემადგენლობაში იყო 22 ქართველი ადამიანისგანაც 18 უცხოელის. და შევარჩიეთ 3 უცხოელი, 5 საქართველოს მოქალაქე და ეს რაც სოფლიო სავალუტო ფონდმა და სოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი მოწონება გამოიწვიეს აი ამ საპენსიო დაგროვებით ფონდის მიმართ ქების სიტყვები. ისევე როგორც ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობს უკვე იცით რამოდენიმე დღეა ქალბატონი ნათიათურნავა და მისი შეფასებას და ვხედავთ რა ვალუტის კურსის სიბყარეს, ესეც უმნიშვნელოვანესი მიღწევა კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას იმედს აძლევს, რომ მათი დაგროვებით პენსია არის სათანადო ადგილზე, რომელსაც სათანადოდ უყურებს ეს ბორდი ეროვნულ ბანკთან ერთად. ბატონ ზაზა, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ. მე დასაწყისში აღვნიშნე, რომ არ შევეხები პოლიტიკას, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გადაცემა, ამ გადაცემაში სხვა გადაცემა უნდა დავუთმოთ და უფრო გლობალურად უნდა შევეხოთ სხვადასხვა საკითხებს, მაგრამ ბუნებრივია ის, რაზეც თქვენ გაამახვილეთ უკვე ყურადღება, საზოგადოების თემა ყოველთვის პოლიტიკას და ეხება პოლიტიკას და საქართველოს და სახელმწიფოს ეხება. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებები, ის საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით იმ კატეგორიას და სამწუხაროდ ასეთი კატეგორია ძალიან ბევრია ქვეყანაში, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მოწესრიგება ჭირდება, სხვადასხვა სახის ოპერაციები ჭირდება. აი ამ კუთხით რა შეიცვალა ბატონ ზაზა, რა დამატებითი ბონუსები ექნება დაუშვათ მოსახლეობას ასიკეთო და არის თუ არა გაუარესება, იმიტომ რომ ხშირად ოპონენტები, თქვენი ოპონენტები ამის შესახებაც საუბრობენ. დიახ. მინდა გითხრათ, რომ 12 წელი გავიდა, მას შემდეგ რა საყოველთაო ჯანდაცვა შემოვიდა და თქვენს და მეც გვახსოვს არაერთი გადაცემა მიუძღვენთ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები სახლს, კარს, მანქანას, ხონებას ყიდნენ იმისათვის, რომ მათი ჯანმრთელობა როდესაც იყო შერყეული, რომ ფინანსები მოეძიებიათ და მხოლოდ უმწეო მოსახლეობა იყო დაზღვეული და ისიც სავალალოდ. მაგრამ აი ამ 12 წელიწადში, რაც 2013 წლის შემდეგ რაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვა და 10 წლის თავზე გადავიდა DRG-ს, ანუ მსოფლიო დონის სისტემაზე, ეს არის უმნიშვნელოვანესი სისტემა, რომელსაც რა თქმა უნდა ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც სულ რაღაც შესწორებები ჭირდება, რაღაც დამატებები და მხოლოდ აი ამ ბოლო 1 წელიწადში 4 ცვლილება შევიტანეთ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად საბჭო, რომელსაც DRG საბჭო ეწოდება და მინდა გითხრათ, რომ 1,200 მილიონია 2025 წლის ჯანმრთელობის ბიუჯეტი 200 მილიონით არის გაზრდილი. მნიშვნელოვანი და 200 მილიონი ლარით 200 მილიონი არის მთელი ქუთაისის ბიუჯეტი, უნდა იყოს 2025 წელს ამდენით გაიზარდა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის ბიუჯეტი. მინდა გითხრათ, რომ გავაფართოვეთ ბავშვთა ონკოლოგიური დახმარების პროგრამა. იცით, რომ ეს ბავშვები მკურნალობას, იმ მკურნალობას, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში არ არის, მაგრამ 2026-ის ბოლოსთვის იმედია ქუთაისში იქნება ეს ადრონული თერაპია, რისთვისაც დღეს ჩვენს პაციენტებს ვაგზავნით უცხოეთში და ბავშვებს ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში. გაფართოვდა ის, რომ თურქეთის 3 კლინიკასთან დაიდო ხელშეკრულება, იმიტომ რომ იყო შემთხვევა ხოლმე, რომ ბავშვი მკურნალობდა რაღაც ერთ კლინიკაში და არ უნდათ ექიმის ცვლილება და გადასვლა სხვაში. ამიტომ იმ 3 ძირითად წამყვან ონკოლოგიურ ცენტრში, რომელიც თურქეთშია, სამივესთან გააფორმა სახელმწიფო ხელშეკრულება და ამ ბავშვებს უკვე ამ კლინიკებში მკურნალობის უფლება აქვს, სახელმწიფო დაფინანსები და სრულად უფინანსდებათ არა მარტო მკურნალობა, არამედ ერთი მშობლის ცხოვრება, განთავსება და ასე შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხანგრძლივ თერაპიასთან აქვს საქმე და ამ 1 წელიწადში უკვე მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. მინდა გითხრათ, 50-მდე ბავშვი განკურნებული დაუბრუნდა ჩვენს ქვეყანას და ჯანმრთელები. მე იმედი მაქვს, რომ ეს დონე რაც არის აი ამ 3 ქვეყანაში თუნდაც მალე იქნება მიღწეული საქართველოში. ამას ჭირდება აუცილებლად მეტი დაფინანსება. დღეს ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტი სადღაც 90 მილიარდ ლარამდეა და იცით, რომ ეკონომიკური ზრდა 9%-ია ქვეყანაში და ამიტომ მთლიანი შიდა პროდუქტიც იზრდება და ერთსულ მოსახლეზე გვაქვს დაახლოებით $8,000-ზე მეტი, რაც წირია ჯერ იმისათვის, რომ ჩვენ გაუსწორდეთ წამყვან ევროპულ ქვეყნებს. მაგრამ მედიცინა გვაქვს ნამდვილად ევროპული, ვიცი და ხშირად ალბათ თქვენ გადაცემაშიც და გსმენიათ ქალაქშიც და ქვეყანაშიც, რომ ვიღაც ის გულისწყრომა და უკმაყოფილება, მაგრამ ასეთი შემთხვევები არსებობს ყველგან
და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ჯანდაცვა იქნება იმ მაღალ დონეზე, რომელიც ეკადრება ჩვენს ქვეყანას, ევროპულ და ამერიკულ ჯანდაცვას. ამერიკოს ჯანდაცვასაც კი უამრავი პრობლემა აქვს, იცით თქვენ ალბათ ხსვენიათ, თუნდაც ეხა ტრამპის ბოლო კომენტარები თუ რაფხელა გამოწვევების წინაშე დგას ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ ეს მიმართულება არის უმთავრესი. ყურადღებას ვამახვილებთ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე, იმიტომ რომ რა არის ონკოლოგია? ონკოლოგია არის ის, სადაც ჩვენ გვაქვს უამრავი სკრინინგ პროგრამა. ეს არის სწორი ნაწლავის, პროსტატის, ძუძუს, ფარისებრი ჯირკვალის, საშვილოსნოს ყელის, როგორც ვაქცინაცია, ასევე სკრინინგ პროგრამები, სადაც მოცულობა არის 12%-ს არ ცდება ქალბატონან. შედეგი რო დაიდოს, გვჭირდება მინიმუმ 70-80% ამის მოცულობის. ბატონო, ხომ არ არის ეს ინფორმირების ნაკლებობასთან დაკავშირებით? ხომ დაკავშირებული? ხომ არ უნდა ვისაუბროთ უფრო მეტი ჩვენს მოსახლეობას, თუნდაც ამ სტუდიიდან ან სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით? მე მოვუწოდებ, რომ აი ეხა არის კვირეული საშვილოსნოს ყელის, ეს არის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ეხება როგორც ბიჭებს, ასევე ქალბატონებს და ის აცილები, რომელიც ყველა დოზას მიიღებს ამ ვაქცინაციის, პრაქტიკულად ნულია შანსი იმათ, რომ რაიმე ონკოლოგიური დაავადება პაპილომა ვირუსით გამოწვეული მათ დაემართება. იმდენად მნიშვნელოვანი ეს აცრა და მოუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, ეს არის თავის მიზნობრივი ჯგუფები, მიმართონ თავის უბნის პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებს, თავის ოჯახისაკებს, რომელიც სრულ ინფორმაციას მიაწვდით, რომ რა საკუთრივ ჯგუფში უნდა გაკეთდეს ბიჭებში თუ გოგონებში თუ ქალბატონებში ეს აცრები, რომელიც სრულად იცავს ადამიანს პაპილომა ვირუსით გამოწვეულ შემდეგ სიმსივნეს. ყოველწლიურად საქართველოში 200-ზე მეტი ქალბატონი იღუპება საშვილოსნოს ყელის სიმსივნეთ, ეს ძალიან დიდი ციფრია და მილიონობით მთელ მსოფლიოში. ეს ვაქცინა არის დამტკიცებული და აღიარებული, რომ პრაქტიკულად გვერდით იმოვლენა არ გააჩნია, მაგრამ ანტივაქსერებმა თავის საქმე გააკეთეს კოვიდის დროს. იცით, თუ კი კოვიდის დროს მართლაც სასწრაფოდ შეიქმნა ვაქცინა და რომლის ეფექტურობა სამწუხაროდ არ იყო ისე მაღალი, როგორც დაუშვათ წითელას, წისურას, ყმაყურას, იგივე პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია და ანტივაქსერებმა თავის ძალა მაინც გვაჩვენეს, რომ ეს არ უნდა გაკეთებულიყო და ბევრ ადამიანზე იქონია ზეგავლენა და მე ვიცი, რომ დღეს მშობელი სამწუხაროდ იმ გეგმიურ აცრებს, ასაც თქვენს მეც გვიკეთდებოდა ეგრეთ წოდებულ პოლიკლინიკებში ასაკობრივად აცრებს, სამწუხაროდ შვილებს არ უკეთებენ ამ აცრებს და მე გთხოვენ არიქა ჩუტყვავილა გაურთულდა ბავშვს და გვიშველეთ წითელა, წითურა არ თულდება სიკვდილით არ სრულდება არც ერთი ეგრეთ წოდებული ბატონები, ეს ხო ინფექციური დაავადებებია, თუ კი აცრა არის სწორად და დროულად ჩატარებული. ამიტომ მეც მოვუწოდებ ჩვენ მოსახლეობას, რომ ჩაიტაროს ეს ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მიმართონ თავის ოჯახის ექიმებს და ისინი მიცემენ სრულ ინფორმაციას, ასევე აუცილებელია რომ მიიღონ მონაწილეობა სკრინინგში. ეს არის სწორი ნაწლავის, პროსტატის, ფარისებრი ჯირკვალის და ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო. დროულად ჩატარებული სკრინინგი პრაქტიკულად 30-40% დაგვიანებულ შემთხვევას აგვაცილებს თავიდან. დღეს მინდა გითხრათ, რომ ძუძუს კიბო, კანის კიბო და ასე შემდეგ 100%-ით მორჩენადი დაავადებებია. პრაქტიკულად მორჩენადია და თავარი არის დროულად გამოვლენა ამ დაავადების, რათა ჩვენ აღმოფხრათ ეს დაავადება. თუმცა ონკოლოგია არის და მთელ მსოფლიოში იმატებს მათი რაოდენობა, ამიტომ სწორი დანახარჯები. საქართველოს ბიუჯეტში მხოლოდ 2025 წელს 200 მილიონ ლარამდეა მხოლოდ ონკოლოგიის მიმართულებით გათვალისწინებული და იცით რომ ეს ონკოლოგიური პრეპარატები, რომელიც 10,000-ობით ლარი ღირს, თუ ადრე ამას ჩვენი მოსახლეობა ყიდულობდა, იგივე იმუნოთერაპიას, ქიმიოთერაპიას, დღეს ეს სრულად ზის სახელმწიფო პროგრამაში და უფინანსდება ასეულობით ადამიანს ონკოლოგიის კურნალობა. 1000-ობით ადამიანი ყავს სამწუხაროდ დასნეულებული კიბოთი დღეს და 4 ბერლს კიბოს საერთაშორისო დღე აღინიშნებოდა. ესეც გამოძახილია იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო უნდა გავერთიანდეთ და მედიცინა და მეცნიერება ძალიან წინ მიდის. მინდა გითხრათ, სიმსივნის კურნალობაში და დარწმუნებული ვარ, ბევრი თეორია მუშავდება და დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს დაავადებაც იქნება დამარცხებული. ძალიან კარგი, თქვენ პაპილომა ვირუსის კვირეულზე კიდევ ერთხელ გაამახვილოთ ყურადღება. თქვენი საუბრის შემდეგ ჩვენ მოგვეცემა საშუალება, ჩვენს ტელემაყურებელს მიეცემა საშუალება იმისა, რომ მოусმინონ ბატონ პატა იმნაძეს, რომლის პირველი ფრაზა იწყება ასე, რომ პაპილომა ვირუსი გადადის სქესობრივი გზით და მე მგონი ყველა უნდა
უნდა იცოდეს განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ახალგაზრდა თაობამ, არა აქვს მნიშვნელობა ესენი გოგონები იქნებიან, ბიჭები, დროულად უნდა დაიცვან თავი და რა თქმა უნდა მიმართონ იმ სერვისებს, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებობს. დიახ, საერთაშორისო ორგანოების ონკოლოგიას იწვევს ეს პაპილომავირუსი, ამიტომ მასწრები ხდება როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და უკვე 50,000-მდე ადამიანი აცრილია საქართველოში. და იმეც ვიქონიებთ, რომ ის საშუალება, რომელიც არსებობს ამ ეტაპზე საქართველოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხელს შეუწყობს დაავადების შემცირებას, არ განვითარებას და ინფორმაცია, რომელსაც დღეს ვაწვდით, ცოტათი მაინც სიფრთხილეს გამოუჩენს ჩვენს ტელემაყურებლებს, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, მე მგონი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ვერაგი ვირუსია პაპილომავირუსი, მინდა გითხრათ, პაპილომა არ არის მარტო იქ რაღაც სადღაც რო გამოგივა ტრანზე, პაპილომავირუსი სასქესო ორგანოზე 30-40%-ში იწვევს შემდგომ ონკოლოგიურ დაავადებას. ხოლო მისი აცრა აბსოლუტურად დაცულია და ადამიანის ორგანიზმში მუშავდება იმუნიტეტი, რომელიც იცავს ამ ვირუსის შეჭრისგან ორგანიზმში. ბატონ ზაზა, როდესაც თქვენ ახართ აი ჯანმრთელობის საკითხების კუთხით მოწვეული და კიდეც ახსენეთ COVID-19 პერიოდი, არაფრით არ შემიძლია არ გკითხოთ, ხომ არ არის რაიმე მოსალოდნელი უკვე ამ პერიოდებში ან სამომავლოდ, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ წინასწარ გვიანონსებდნენ, რომ შესაძლო იყო, გამოჩენილიყო ისეთი დაავადება, რაც მოიცავდა სრულიად საქართველოს და საზოგადოებას და მსოფლიო მოიცვა COVID-19-მა. როგორია დღეს ვითარება ამ კუთხით? ამ კუთხით როგორც ხედავთ გლობალურ ცვლილებებზე რაც სოფლიოში ხდება, რა თქმა უნდა, გლობალურად ვირუსების ცხოვრებაშიც იწვევს ამ ცვლილებებს და თუნდაც ეს COVID პანდემია ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი იყო, თუმცა როგორც ხედავთ, ჩვენ შევეგუეთ ამას და დღესაც არის ერთეული შემთხვევები COVID პანდემიის, ისევე როგორც A ტიპის ვირუსი, ისევე B ტიპის ვირუსი ცირკულირებს ჩვეულებრივად. მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვლაპარაკობთ, რომ სეზონური აცრების ჩატარებას თუ კი მოხდება, აი ოქტომბერ-ნოემბერში რომ მოხდეს, არც ახლა არ არის, გვიან და განსაკუთრებით რისკ ჯგუფის ადამიანებისთვის, პირველ რიგში ორსულებისთვის, ბავშვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ეს გრიპის აცრები, რომელიც პოლივალენტური, უნიკალური ებოტის ვაქცინა, რომელიც უფასოდ უკეთდება რისკ ჯგუფს და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ შეუძლია ეს აცრა რო გაიკეთოს. რაც შეეხება მომავალ პროგნოზებს, რა თქმა უნდა, ურთულესია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც საქართველოს ბევრ რამეზე იწყებდა საუბარს 3 წლის წინ არც კი წარმოგვედგინა, ხო? და დღეს პრაქტიკულად ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორი ბრძოლა გამოუცხადეს, რომ ფარდა ეხადოს ამ COVID ვირუსის გავრცელებას, რატო მოხდა, რა მოხდა ჩინეთში, რა მოხდა ამერიკაში, ვისი შეკვეთით რა ხდებოდა, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ავალი წლის წინ ვიცოდით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, ეს ამერიკა, რუსეთია თუ ჩინეთია, ყველა ამუშავებს რაღაც ბიოლოგიური იარაღს და რა თქმა უნდა ეს ბიოლოგიური იარაღი არის საომარი ვითარებისთვის განკუთვნილი და რა თქმა უნდა თუ ეს ბიოლოგიური იარაღი სადმე ამ საფხედრო ლაბორატორიებიდან გაიპარება, რა თქმა უნდა ამის საშიშროება არსებობს, სულ არსებობს და იარსებებდა. ამიტომ მთავარია რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, თორემ ვირუსი სულ იყო, არის და იქნება, ხო, დედამიწაზე, თუმცა თუ კი დღეს მთავარი სიკვდილობის მიზეზი დედამიწაზე არის გულსიზრდათა დაავადებები, 100 წლის წინ ინფექციური დაავადებები იყო. დღეს ინფექციური დაავადებებით სიკვდილობა პრაქტიკულად მე-8, მე-9 10 ადგილზეა გადასული, არა COVID-ის დროს გულისხმობ. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, არა გადამდებ დაავადებებზე გულსიზრდათა დაავადებები, ეს არის ონკოლოგია, ეს არის ძალიან მოიმატა ფილტვის ობსტრუქციულმა დაავადებებმა. რით არის ეს? ეს განპირობებული არის ჰაერის დაბინძურებით. პირველ რიგში. თუნდაც აი ამას წინათ, თუნდაც აი აცხადებდნენ, რომ ჰაერში მომატებული არის ჭარბი მტვრის ნაწილაკების მომატებული იყო საქართველოს 3 რეგიონში, აღარ ეტყვის სულ რაღაც რამოდენიმე ხნის წინ. რაც ადრე არც კი ვიცოდით, ხო? ვიდმეს რო ეთქვა ქუთაისში ხა სულქარი იყო და დამტვერიანება მაღალი. ხო, ვიდმეს რო ეთქვა რომ რაღაც ნაწილაკებია მომატებული. ახლა ტექნოლოგიებმა გამოიწვია, რომ დღეს გარემოს დაცვის სააგენტო დახულობს როგორც ნაწილაკებს, ასევე როგორია მანქანის გამონაბოლქვი, როგორია სხვადასხვა ადგილებზე რადონის დაბინძურება ხდება, ჰაერის, წყლის და ასე შემდეგ. თუმცა ხშირად მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობაში პანიკას შეაგდებენ ამ მიმართულებით, რაც თვლი რომ არასწორია ეს მიზანმიმართული პროვოკაციების კეთება. ერთი ბავშვი, რომელიც შემთხვევით წყლით მოიწამლა და არაფერი წყალია მოწამლულიო
ეს ხო არ შეიძლება ასეთი რაღაცების კეთება ადამიანის ნერვებზე და ჯანმრთელობაზე ზემოქმედება გაუწიოთ სოციალური ქსელით და თქვენი ტელევიზია სწორ პროექტს ახორციელებს და პროგრამას, სადაც მაქსიმალური ინფორმირება მოხდეს ჩვენი რეგიონის მოსახლეობის, რათა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და სწორად წარვავთოთ ჩვენი ჯანმრთელობა. თუმცა შესაძლოა და ამ შემთხვევაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, საშიშროება შიშის მომენტი მაინც იყოს შიშის, მაგრამ როდესაც ინფორმაცია ვიცით, ეს ინფორმაცია უნდა გამოვიყენოთ პრევენციის სახით. მეთანხმებით ალბათ ბატონ ზაზა. ძალიან მინდა მოკლედ შევეხო, თითქოს ეს თქვენი სფერო არ არის, მაგრამ მაინც ეხება ჯანმრთელობას, ორგანიზმს, კვების პროდუქტებზე, აი საკვებ პროდუქტებზე ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რამ გვესმის. ასევე ბევრი რამ გვესმის იგივე ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით, სხვადასხვა პროდუქტის შესახებ, რაც იყიდება მაღაზიაში, მაგალითად თეფშები, რომელიც უკვე ბევრმა მაღაზიამ ამოიღო, დასახელდა კიდეც და იყო სხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გავრცელებული, რომ პოლონეთიდან იყო ჩამოტანილი ეს ნივთები, მაგრამ ბევრმა მაღაზიამ უკვე ამოიღო. აი, ამის ზედამხედველობა როგორ უნდა განვითარდეს, როგორ უნდა განხორციელდეს, რომ ჩვენ დაიმედებულებმა, რიგითმა ადამიანებმა ვიყიდოთ სხვადასხვა პროდუქტი, შევიძინოთ სხვადასხვა სახის თეფში, იქნება ეს თუ საყოფაცხოვრებო მომსახურების ნივთი და არ შეგვეშინდეს, რომ ამით ჯანმრთელობა შეგვეზღუდება, დაგვიზიანდება ან საერთოდ. სადაც 30 წლის წინ ავსტრიაში ვიყავი საერთაშორისო კარდიოლოგიურ კონგრესზე და რაღაც დემონსტრაციები იყო ქალაქში მოკლედ და ძალიან დიდი გამოსვლები და რო ვკითხე ავსტრიელებს, რომ რას აპროტესტებთ მეთქი და გენ მოდიფიცირებულ პროდუქტებს. ეს 30 წლის წინ ჩვენთვის როგორი უცხოხელი იყო და რა არის მეთქი გენ მოდიფიცირებული პროდუქტი, რას გულისხმობთ თქო, ვეუბნებოდი და ეს ის პროდუქტი, რომელიც ერთნაირი ფორმის არის. აი მაგალითად ვაშლი, პომიდორი, კარტოფილი ერთნაირი. ეს ყველა არის გენ მოდიფიცირებულიო, რომლის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე არ არის ჯერ ბოლომდე შესწავლილი. ძალიან ბევრი ექსპერტი ჩამოვყავდა სხვათა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. ზუსტად ამ სტუდიაში. როდესაც ჩამოვედი და ჩემ პაციენტებს როგორი პროდუქტი ჭამთქო და სხვადასხვა ფორმის მეთქი. ჭიანი ბალი, ჭიანი მსხალი, ჭია არ ეკარება გენმოდიფიცირებულს არაფერს და ამიტომ ესეც ვარჩევთ ხო, როდესაც გავდივართ ნამდვილად. აი რაც ყველაფერი ერთნაირი ფორმისაა, ის რა თქმა უნდა არის გენეტიკური მოდიფიკაციით გამოყვანილი, რომლის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგი რა თქმა უნდა არ ვიცით. ამიტომ ის თეფშების საკითხი და ასე შემდეგ შეიძლება როდესღაც შემოდიოდა კიდევაც ქვეყანაში და სადაც უბრალოდ დღეს იმდენად სწრაფად ვითარდება მეცნიერება, რომ ნებისმიერ აი ეს მინა რა შემადგენლობისა შეგვიძლია გავიგოთ, ან აი ეს ქახალდი როგორი შემადგენლობისა. ამიტომ დიაგნოსტიკა გაიზარდა, როგორც დაავადების, ასევე პროდუქტების შემცველობის, თორე სად იყო ადრე, აი მე მახსოვს მამაჩემი პურკომბინატში მუშაობდა და ხარისხს როგორ ამოწევ მეთქი, ეს ხელს მოუჭერთო და ნახოთ როგორ თუ გაიშალაო, კარგი გამომშრალიაო და თუ არა, ესე იგი ცომია და არ გამოცხვა კარგად. ეს იყო ერთადერთი წირი ლაბორატორია, რასაც ამოწევდა მაშინ, მაგრამ რა თქმა უნდა მაშინ გაცილებით უფრო სუფრა პროდუქტებით ვიკვებებოდით, ვიდრე დღეს, იმიტომ რომ 9 მილიარდს აღწევს პრაქტიკულად უკვე დედამიწის მოსახლეობა და კვების პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, ხო? ბატონ ზაზა, უნდა გაფართოვდეს თუ არა, უფრო მეტად უნდა გამახვილდეს თუ არა ყურადღება ზედამხედველობის თვალსაზრისით. დიახ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. და გეტყვით, თუნდაც აი ახლა ჩვენ დავაანონსეთ ქართული ოცნების გუნდმა, რომ ერთ-ერთ კანონს ეს ნარკოტიკებთან ბრძოლას გავამკაცრებთ, თქო და აი სულ ცოტა ხნის წინ კომიტეტმა 7 სინთეტიკური და ნარკოტიკული საშუალება შევიტანეთ სიაში და ამის სპეციალური შვეიცარიული დანადგარი შეიძინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რათა აღმოვაჩინოთ სისხლში და გამოყოფილ ჰაერში სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, მაგრამ ეს ისე სწრაფად ვითარდება ნებისმიერი სფერო, გინდათ ეს ნარკო რეალიზაცია და ნარკოტიკებთან ახალი ნარკოტიკების წარმოშობა იყოს და გინდათ პროდუქტი იქნება თუ თეფში თუ ჭიქა თუ რაღაც წარმოება, რომ ახალი ნივთიერებები აუცილებლად მათი დიაგნოსტიკა უნდა იყოს და მაქსიმალურად მივსდევს ჩვენი საქართველოს სახელმწიფო და სათანადო სამსახურები
სურსათის უნებლობა და ასე შემდეგ, მაქსიმალურად ვიზდოთ ფეხს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება იყოს დაცული. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზაზა. ვერ ამოვწურავ ხოლმე ერთ ბლოკში მით უმეტეს, მაგრამ მე მესმის რომ არსებობს რეგლამენტი და იმედს ვიქონიებ რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად განვაგრძობთ კიდევ ამ თემებზე საუბარს. ძალიან ბევრი ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენ დღეს ჩვენს მაყურებელს. მინდა მათ შევახსენო რომ გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლდათ ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში. ძალიან კარგად ჟღერს და თქვენ მეორეჯერ მოგცათ საქართველოს მოსახლეობამ ხმა. ქუთაისის მოსახლეობა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. დიდი მადლობა ბატონ ზაზა. მაყურებელს კიდევ ერთხელ მადლობა. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენ ახლა დავუთმობთ ეთერს პატა იმნაძეს, რომელიც გახლავთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ის უფრო გაშლის თემას პაპილომა ვირუსის შესახებ და რა თქმა უნდა ისაუბრებს სეზონური ვირუსების შესახებ. რეკლამაზე გავდივართ, რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით.